რამების დეფიციტის მოსაგვარებლად და ზოგადად მეხსიერების ბარათებზე არსებული რაღაც საშინელი მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა NVIDIA-სა და SK Hynix შორის, ასევე ერთ-ერთი მონაწილე ამ შეთანხმებისა არის Naver, რომელიც აგრეთვე სამხრეთ კორეული კომპანიაა. SK Hynix კი საერთოდაც ყველაზე დიდი რამებისა და DRAM-ების მწარმოებელი კომპანიაა პლანეტაზე, რომელიც არის NVIDIA-ს მთავარი მიმწოდებელი, როდესაც data center ყიდულობს NVIDIA-ს, ასე ვთქვათ, Blackwell-ის სერიის გამომთვლელ კომპიუტერებს, იქ არის ათასობით SK Hynix-ის მიერ წარმოებული RAM-ი ჩაშენებული, ამის გარეშე უბრალოდ ავტომატურად იღებს სარგებელს. ხო, რა თქმა უნდა, იღებს Hynix-იც სარგებელს, როდესაც NVIDIA-ს პროდუქციაზე იზრდება შეკვეთა. NVIDIA ერთი კომპანიაა, მაგრამ NVIDIA თვითონ 20 სხვადასხვა კომპანიაზეა დამოკიდებული, რომ ეს მიწოდების ჯაჭვი გქონდეს და თან არ შეუწყდეს. შეთანხმების პირობები ესე არ გასაჯაროებულა, არც ინვესტიციის მოცულობა, არც კონკრეტულად რა იგულისხმება, მაგრამ ერთი ის გავიგეთ Jensen Huang-ის მხრიდან, რომ SK Hynix მოუწევს წარმოების გაფართოება დრამატულად, რათა NVIDIA-ს მოთხოვნა მაინც როგორმე დააკმაყოფილოს და არავითარ შემთხვევაში არ აღმოჩნდეს NVIDIA იმ პრობლემის წინაშე, რომ შეიძლება მაგალითად ყველაფერი აწყობილი იყოს, მაგრამ იმიტომ რომ RAM-ი არ აქვს, უბრალოდ შეინახოს პროდუქტი და რაღაც $50,000 AI სუპერკომპიუტერი ფაქტობრივად იყოს დაუმთავრებელ მდგომარეობაში, რაც გვაქვს უკვე. ეს მდგომარეობა არის ბაზარზე, ვერ ვაგვარებთ უბრალოდ ამ პრობლემას, რადგანაც როდესაც AI ბუმი დაიწყო, მაშინ უბრალოდ DRAM-ებისა და RAM-ების მწარმოებელი კომპანიები არ იყვნენ მზად ამ ბუმისთვის. რაღაცნაირად ეს ბუმი დაიწყო, აი თითქოს და მყისიერად, რაღაც OpenAI-მ გამოუშვა ChatGPT და მორჩა. მეორე დღეს უკვე ყველაფერზე დეფიციტი გაჩნდა, იმდენად, ასე ვთქვათ, ფეთქებადი მოთხოვნა იქნა წარმოშობილი ბაზარზე, ამისათვის ყველა რა თქმა უნდა მზად არ იყო, მაგრამ იწყება გადაიარაღება, ამას Jensen Huang-ი უწოდებს ახალ რევოლუციას. ახალი რევოლუცია არის სწორედ data ცენტრების გარშემო აგებული, სადაც ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი არის არა უბრალოდ ქარხნები და საწარმოები და სოფლის მეურნეობა და ტურიზმი და რაღაც ტრადიციული ინდუსტრიები, არამედ მონაცემები, data ცენტრები, რომლებიც ტრილიონობით და ტრილიონობით პეტაბაიტის მოცულობის ინფორმაციას ამუშავებენ. წამიერად მას ჭირდებათ, რა თქმა უნდა, ტექნიკურად, ფიზიკური მხარდაჭერა და სწორედ ამ მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით გაფორმდა ეს ხელშეკრულება. ალბათ დეტალები მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება და მასაც რა თქმა უნდა გავაცნობთ მაყურებლებს დროულად.